საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი. ლევან, ეს სინდრომი ქალებში ძალიან ხშირია და დაახლოებით 10% ქალებისას აღენიშნება. სქესობრივი მომწიფების შემდგომ ნებისმიერ დროს შეიძლება პოლიკისტოზური სინდრომი განუვითარდეს გოგონებს, ქალბატონებს და ძირითადი სიმპტომი რა არის? მოვუყვეთ მაყურებელს და დაახლოებით შესავალი გავუკეთოთ, სანამ ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმართან გადავალთ. ძირითადი სიმპტომი არის ხოლმე ლევან ციკლის არარეგულარული ციკლი. ისეთ მიდამოებში თმის ამოსვლა, სადაც ქალებს ნაკლებად აღენიშნება თმის სვენა, ჭარბწონიანობა, წონის კლების შეფერხება და ძალიან ბევრი პრობლემა და ამ პრობლემებზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ. ასეთ დროს ქალის ორგანიზმში არის მამაკაცის ჰორმონი მომატებული. მაგრამ ეს პრობლემა დღესდღეობით საბედნიეროდ მორევადია და ამ ყველაფერზე სასაუბროთ ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, ექიმი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქალბატონი მანანა მგალობლიშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მანანა. მადლობა პირველ რიგში რომ ხართ ჩვენი სტუმარი და მოგვიყევით აი რეპროდუქციული სისტემის რა პრობლემებს ვაწყდებით ხოლმე ყველაზე ხშირად. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ინტერესისთვის. რაც შეეხება პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადება, აი თუ ცოტა მიჭერს დაავადება დავარქვა, იმიტომ რომ disorders რა, საერთოდ რა ქვია disorders იმას რა ქვია ქართულად ხო? disorders არის დარღვევა. დარღვევა, აი ძალიან კარგია დარღვევა. ენდოკრინული დარღვევა, იმიტომ რომ იმდენადაა გავრცელებული, აი ვიტყოდი რომ 20-30%-იც კი არის. საქართველოს სტატისტიკა ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ სოფლიოში არის ქვეყნები, სადაც 40%-მდეც კი აღწევს. პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი ესეთი რთული სახელწოდებაა, მაგრამ აი ადვილად რომ გაიგონ ქალებმა, ვიტყვი ასეთ რამეს. თუ გაწუხებს მენსტრუაციის გადაცდენები, ჭარბი წონა, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ ვივარაუდოთ, ეჭვი მივიტანოთ იმაზე, რომ გაქვთ პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი. თუმცა ყველაზე ხშირი სიმპტომები ეს არის, როგორც ვახსენე, მენსტრუაციის გადაცდენები, ჭარბი წონა, თუმცა შეიძლება წონა არ იყოს ჭარბი, პირიქით წონის დეფიციტი იყოს და მას ყოველთვის ახლავს ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებული ცვლილებები, ისეთი როგორიცაა ინსულინრეზისტენტობა. აკნე, აი ყველასთვის ესეთი არასასიამოვნო მდგომარეობა, ჭარბთმიანობა და ხშირ შემთხვევაში თუ ის არ იმართება სწორად, იწვევს შვილოსნობის პრობლემას. ვიტყოდი ასე რომ პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი არ ნიშნავს იმას, რომ ქალი ვთქვათ ვერ დაორსულდება. უბრალოდ უმეტეს შემთხვევაში შედარებით დაქვეითებულია დაორსულების შანსი. და თუ ვთქვათ არაპოლიკისტოზიაში ოვულაცია ხდება, ვიცით ხო, ოვულაცია არის კვერცხუჯედის გამოსვლა თითქმის ყველა ციკლში, რეპროდუქციულ ასაკში, ამ შემთხვევაში შეიძლება ხდებოდეს წელიწადში ერთხელ. და თუ წელიწადში ერთხელ გამოვა კვერცხუჯრედი, გასაგებია რომ დაორსულების ალბათობა იქნება დაბალია. იცით რა მაინტერესებს, ესე იგი თქვენ ბრძანეთ თავიდან და ეს ყურადღება მიიქცია ჩემი, რომ ენდოკრინული დარღვევა არის. ანუ რა იწვევს ამას და რატომ არის? იმიტომ რომ ეხლა ყოფით ლექსიკონში და შეიძლება მაყურებელსაც გაუჩნდეს ასეთი აზრი, რომ ხა პოლიკისტოზი რაღაც მრავლობითი კისტა და ასე შემდეგ აი ამისკენ წავიდეს, ხო? ამ დროს ენდოკრინოლოგია. ესე იგი, აი რა იწვევს და როგორ არის ეს ენდოკრინულ სისტემასთან კავშირში? რა იწვევს, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ეს არის მაინც თანდაყოლილი. ვიცით რომ მაგრამ ენდოკრინულია რა? ენდოკრინულია, მაგრამ ამავე დროს როგორ ისმება დიაგნოზი? დიაგნოზი ძალიან მარტივად ისმება და უკვე ბევრმა არაექიმა ესე ვთქვათ, იცის კიდეც და პირდაპირ მოდის კონსულტაციაზე და ამბობს რომ მე მაქვს პოლიკისტოზი. მან ის ხვდება მას გამომდინარე მისი სიმპტომებიდან. ეკოსკოპიურად საკვერცხები არის უფრო დიდი, ვიდრე უნდა იყოს და მასში ფოლიკულები არის უფრო მეტი, ვიდრე უნდა იყოს. და საკვერცხე მოგეხსენებათ არის ენდოკრინული ორგანო, რომელიც გამოყოფს ჰორმონებს და თავად ეს ჰორმონების ემოქმედების ქვეშაა და თუ ის
გადიდებულია, სტრუქტურა შეცვლილია, ხო, ბუნებრივია, რომ ჰორმონებს გამოყოფს არასწორი რაოდენობით და ეს არღვევს ჰორმონალურ ბალანსს ორგანიზმში. ქალბატონო მარინა, თქვენ ახსენეთ შვილოსნობის პრობლემა. როდესაც პოლიკისტოზური სინდრომი თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში, აი ეს არის თუ არა, შეიძლება თუ არა, უпростоრედ მიზეზი იყოს სამომავლოდ უშვილობის. პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომის საერთოდ ახასიათებს რამდენიმე გართულება. მოდით ვთქვათ ის, რომ აი იკურნება თუ არა, მოდით ვიტყვი პირდაპირ, რომ არ იკურნება. ეს არის რეპროდუქციული ასაკის მდგომარეობა, რომელიც მენოპაუზაში, ანუ კლიმაქსის მოახლოებასთან ერთად ის თავისით ქრება. მაგრამ მკურნალობა მაინც სჭირდება. როცა მეკითხებიან პაციენტები, აი რათ მინდა მკურნალობა, თუ მაინც არ იკურნება. რა სახის მკურნალობა? მკურნალობა გჭირდება, მოგახსენებთ ეხლავე, რომ მკურნალობა გჭირდება იმისათვის, რომ აი სიმპტომები, რომელიც მას ახასიათებს, ესენი შევამციროთ, ან გავაქროთ, იქნება ეს აკნე, იქნება ეს ჭართმიანობა, წონა და ასე შემდეგ. და ამით ჩვენ ვამცირებთ იმ რისკებს, რომელიც მას ახასიათებს. და რა რისკებია ეს? რისკები ეს არის მეორე ტიპის დიაბეტის, მეორე ეს არის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ანუ საშვილოსნოს ხრუსქსოვილის გასქელება, პოლიპოსში გადასვლა. რატომ? იმიტომ რომ მენსტრუაციები არის ეს გადაცდენები, არა მარტო ამიტომ, იმიტომ რომ მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ჰორმონალური დარღვევა, რომელიც იწვევს ამ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას და შემდგომში თუ არ იქნა მისი დროული მკურნალობა, ის შეიძლება მალიგნიზაცია მან განიცადოს და ასევე მესამე გულსისძარღვთა დაავადებები. მალიგნიზაცია რას ნიშნავს? მაყურებლისთვის გასაგები ეს ნიშნავს სიმსივნეში გადასვლას, ხო, ონკოლოგიურში შეიძლება გადავიდეს. კი, გარკვეულ დროში თუ არ მოხდა ამის მართვა, მაშინ ის შეიძლება გადავიდეს ონკოლოგიურში დროთა განმავლობაში. თანამედროვე მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? მკურნალობა არის კომპლექსური და ინდივიდუალური. რას ნიშნავს ეს? რომ გააჩნია რა სიმპტომები აქვს ქალს. თუ ქალს აქვს ჭარბი წონა, მენსტრუაციის გადაცდენები, თავისთავად წონის დაკლება ეს არის ნომერ პირველი. ამ დროს რასაკვირველია ლაბორატორიულად ვამოწმებთ როგორია ინსულინრეზისტენტობა, როგორც წესი ის ყოველთვის მაღალია. ინიშნება პრეპარატები, რომელიც დაწევს ინსულინრეზისტენტობას, მაგრამ თავარი მაინც არის წონის დაკლება და ყოველთვის ვეუბნები პაციენტს, რაც არ უნდა წამლები მიიღოთ. თუ წონა არ არის თუ არ გექნება სწორი კვება, არა შიმშილობა, არამედ სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, მაშინ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ანუ შეიძლება ითქვას ხალბატონო მარინა, რომ ეს პრინციპში სიმპტომური მკურნალობა, რადგან თქვენ თქვით, რომ ისი წარმომავლობაც არ ვიცით, ამიტომ ისი აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია და ბევრთვის პრინციპში სიმპტომები. ვიტყვი, რომ აქ ხდება ორგანიზმის უფრო გაჯანსაღება და აქედან გამომდინარე მისი მდგომარეობა უმჯობესდება. აქ მაგალითად შეიძლება ვახსენე, რომ ქალს შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ჭარბი წონა, მაგრამ ინსულინრეზისტენტობა მაინც მაღალი აქვს. ხო, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ამ შემთხვევაში სწორი კვებაა და ინსულინრეზისტენტობის დაწევა. გარდა ამისა, თუ აქვს მენსტრუაციის გადაცდენები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციკლი იყოს რეგულარული, იმისათვის, რომ შევამციროთ აი ის გართულება, რაც ვახსენებთ, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია. და თქვათ, აქვს ქალს პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი და უნდა შვილოსნობა. აქ მიდგომა ცოტა სხვანაირია, რადგან ვიცით, რომ არ მუშაობს საკვერცხეები, თავისთავად ცხოვრების ჯანსაღი წესი, ინსულინრეზისტენტობა და ასე შემდეგ, აი ამის მკურნალობა, შემდგომ ჩვენ ვიწყებთ საკვერცხეების სტიმულაციას. ანუ საკვერცხეს, რომელსაც უჭირს პოლიკისტოზურ საკვერცხეს, გამოიმუშაოს კვერცხუჯრედი, მოახდინოს ოვულაცია, გამოუშვას კვერცხუჯრედი გარეთ. ანუ ვუქმნით მას სიტუაციას, რომ ჩვენ ვააქტიურებთ მას იმისთვის, რომ კვერცხუჯრედი გამოვიდეს და მოხდეს ორსულობა.
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან, ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ მაყურებელს დავეხმარეთ დღევანდელი ჩვენი გადაცემით და მე მინდა მოგმართოთ ყველას, ვისაც მსგავსი სიმპტომატიკა გახასიათებთ, მსგავსი პრობლემები, აუცილებლად რაც შეიძლება დროულად მიმართეთ ექიმს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ქალბატონო მანონა ალბათ დამეთანხმებით საქართველოში სტატისტიკა არის ძალიან მაღალი, ევროპაზე გაცილებით მაღალი და ავირიდოთ თავიდან შემდგომი პრობლემები, რაზეც ქალბატონმა მანანამ მე მგონი სრულად ამომწურავად გვესაუბრა და რაც შეიძლება დროულად მივმართოთ ექიმს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.